მამულის შვილებს ხმალი ვიყიდოთ მტერს რომ დაუხდეთ. ისეთი ჯიპით უნდა მოვიდეს რომ ჩემს iPhone Switch-ი მოვხდე. ნატოც კარგია, რუსიც კარგია, გამოიცვალეს 7 პარტია. თუ გინდა კიდევ 7 გამოვიცვლი, ეგ არის ნახტი დემოკრატია. დაიწინე. გაიღვიძე, დავე, დავრეჭამე. მერე ერი დღე და ღამე ფიქრობს. გვეშველე ბარამე, ერთხელ საქართველოში. გვეშველე ბარამე, ერთხელ საქართველოში. შანსი არ არის. Talk-shows წამყვან ფისო ბოტკოველს ძუძუები აქვს. გენდერული ბალანსის დარღვევაში რომ არ დაგვადანაშაულოთ, გეტყვით რომ მის მუდმივ სტუმრებსაც, ბატონებს ჯვებეს და კოკასაც აქვთ ისინი. ძუძუები. სამი წამირეთი არამდე, 2, 1, ეთერში ხარ. მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო. ჩვენი გადაცემის მთავარი თემა სექსი და სექსუალური რევოლუცია. მე რა მაგარია შემოგელვით თემის არჩევაში ქალბატონო ფისო. მე ვთვლი რომ საქართველოში აუცილებელი არის სექსუალური რევოლუცია. როგორ უნდა მოხდეს ეს? როგორ და პირველ რიგში სკოლებში უნდა დაიწყოს სექსუალური განათლების მიღება. კარგით რა, კარგით ბატონო გოგა რა, ებს მოდიალობთ კაცო რა. ბებია ჩემს და ბაბუა ჩემს არც ერთს არ ქონია სექსუალური განათლება მიღებული და რა. ვერ ეყოლათ ეხლა ერთი შვილი? ვერ გიშველით ეგეთი მაგალითები ბატონო ჯვებე. მე ვამბობ რომ საქართველოში აუცილებელია სექსუალური რევოლუცია. კარგით რა, კარგით ბატონო გოგა. ეხლა მე მინდა შეგახსენოთ ჩვენ ეხლა სტუდიაში მსხედვარ და ხალხი გვიყურებს და იზის მინდა დავძინო რომ ოქტომბრის რევოლუციის დროს ბოლშევიკები ზამთრის სასახლეში შევარდნენ ხიშტებით. ვარდების რევოლუციის დროს შევარდნენ ვარდებით და სექსუალური რევოლუციის დროს რითი შევლენ, რითი? ძალიან გთხოვთ ბატონო ჯვებე. იცით რა არის? ერთ ძალიან საინტერესო ფაქტს გეტყვით რა. სხვათა შორის დამტკიცებული და არსებობს სტატისტიკები, რომ ადამიანები, რომლებსაც დიდი ხანი სექსი არ აქვთ, ხდებიან საშინლად აგრესიულები. აგერ არის ციფრები, რომლებიც თავისას ამბობენ. საწერია ერთი მაჩვენე რა. აი რამდენი საწერია, სადა ვინ არის აგრესიული? აბა საწერია, მანახე ერთი რა. ეს არის სრული სიცრუე. რას მელაპარაკებს შენ? ვინ ეს ბარადინა ქაღალდია რა არის? ვინ არის აგრესიული? სად არის საწერია? აბა აგრესია რა. შენ ხარ ინტრიგანი ვიღაცა მოტრეული აქ რა. ვინ არის თქვენ ინტრიგანი? პროვოკატორი ხარ აქ. მე ვერ პროვოკატორი მე. ადი გაიგე სოფლიო ისტორიაში ავტომობილმა მხოლოდ ერთხელ დაილაპარაკა ქართულად. ეს მაშინ მოხდა, როცა ტაქსისტმა ჯემალამ მერაბას და არმენას პროფილაქტიკაში თავისი ოპელის შეყვანა სცადა. ოპელმა ბორბლები გაჩაჩხა და განწირულად დაიყვირა. აქ არ შემიყვანო და თუ გინდა დაშლილებში ჩამაბარეო. აი რას გავს ახლა აქაურობა? რა არის ეს რა მერჰავ რა? დააგვიანე, მაგრამ ორი დღით რო აგვიანებს სამსახურში, ერთის მაის არ გეშინია? არა, კაი დამაქალი მოვიდა კლიენტკა. მოდი დაგენაცვლე, მოდი. კაია, კაი. მიცანი? ვერ გიცანი ჯან. აი იმ დღეს რომ მანქანა გამიკეთე ის ვარ. სულში, კარგად გაგიკეთეთო ცუდად. ძალიან ცუდად. მაშინ ვერ გიცანი გენაცვლე. აბა ერთი კერა დამაკვირდი. ხო რა იყო გიყურებე? სულში შენ რაღაც უკმაყოფილო სახე გაქვს ძალიან ხო იცი? რა ყველა ერთმანეთს გამხართ ვისაც ცუდად გაგიკეთეთ მანქანა. ცოტა რაზნა ფრაზისთვის სახე მაინც შეიცვალეთ ხოლმე რა. ჩემი ძმა რაღაცა მატორს ხმა აქვს და მიხედე, კარგი? ეგ რა ხმა არის? შენ რა ნახო პაატა ბურჭულადის მანქანას რა ხმა პავაროჩი რო შედის ხოლმე. გადავისთვის მართლანცალია. უკან არ ურტყავდა და ეხლა ურტყავს და თან ხმ რაღაცა ხმებიცაა. სულში შუტკა ვერ მითქვია რა იყო ეხლა ნახავ რა ტყის რა არის ეგეთი. მაინც ერთამს. უკან ხმაურობს, ვერ გავიგე რა არის. ერთი წამი დამაჩქა რა, ერთი წამი. ნახავ.
ხარი გაცხევ. სულში მე რა შედაქ რა გინდა გული გამისკდაბა. ჩამეძინა აბა ბაგაჟის კარო დაკეტე, ჩამეძინა. ვინ არის რაც პაცნი დადო დაკეტე რა მეძინება. სულში დურაკი ხარ რა უნდა დავკეტო? მეტი რა კაცო. ას არ მოიკლავს ქართველი არა. თუ რა თქმა უნდა ფშუტე ბანკში არ აქვს სესხი აღებული. აქ ხომ კრედიტ ოფიცრად ეკა ზაბანაძე მუშაობს. კი ბატონო, მეც იარაღის გარეშე ვიქნები. ღამის 4 საათზე კუკიაზე. შევთანხმდით. დიდი მადლობა რომ სარგებლობთ ჩვენი ბანკით. თქვენი წარმატება ჩვენი აპოთეოსია. შემოდით ბიჭებო, მოდით. გამარჯობათ. აი რაც სესხის დასამტკიცებლად თხოვეთ ყველაფერი მოვიტანე. ძალიან კარგი, დრელი, პრინტერი, ლეპტოპი, DVD მოგიტანიათ. ძალიან კარგი, აი ეგ დაალაგეთ თუ შეიძლება. ბატონო ვახტანგ, თხის ქონი მოიტანეთ? კი, თხის ქონიც მოიტანე, გეკიდოს ეხლა მიწასო. ამას გაჩვენეთ. აი ქალბატონო ეკა, ეს არის აი საკადასტრო კოდი. ეს არის ცნობა რეესტრიდან. ეს არის მიწის სააგენტოდან. ეს არის სასამართლოდან. ეს ფორმა ნომერი 100. ძალიან კარგი. და ესეც მეზობლების მიერ დამოწმებული ვიდეო ფაილი, აი შეგიძლიათ. ძალიან კარგი, ერთი წამი თუ შეიძლება. ეხლა ვიგახსნი. ეს სახლი ვახტანგისა! ეს სახლი ვახტანგისა! დიდი მადლობა ამ ვიდეო ფაილისათვის ბატონო ვახტანგ. თუმცა რომ მეთქვათ ბოზიშვილი ვიყო ეს სახლი ვახტანგისა, უფრო უკეთესი იქნებოდა. ბატონო ვახტანგ, თქვენ უშიშროებაში მუშაობთ, ხო? დიახ. და ამის დამადასტურებელი საბუთები გააქვთ თან? ეს არის ფლეშმეხსიერების ბარათი, სადაც არის სატელეფონო მოსმენების საუბროს ყველაფერი ჩაწერილი ქალაქის რაიონების მასშტაბით. კი ბატონო. ეხლა თქვენთან განმოვავალთ თუ შეიძლება დაიწყო ბიჭო. ეს არის სტრატეგიული ობიექტების რუკა. ძალიან საინტერესოა. აი აქ ლაბორატორია. დიახ. აი აქ. ზუსტად განიხილავენ საიდუმლო მასალებს აი ამ ადგილას. ძალიან კარგია. ძალიან დიდი მადლობა. ეს დაგჭირდება აუცილებლად. მაშ ასე ბატონო ვახტანგ, თქვენი 250 ლარიანი სესხი დამტკიცებულია. ძალიან კარგი. პირადობა მომაწოდეთ თუ შეიძლება. უკანა ჯიბეში ნახეთ იქნება. უკანა ჯიბეში არა. კალბატონიკა. დაბჭა. ძალიან ცუდი. ეს ნივთები მაშინ თუ შეიძლება დღეს წაიღეთ და მოგწევთ ხვალ დღის მეორე ნახევარში ოღონდ უკვე პირადობასთან ერთად. და თუ შეიძლება ჩემი ყოფილი ქმრის ტელეფონის ნომერით დაამატეთ ამ ყველაფერს. მაგას კი. ძალიან კარგი. კარგად ბრძანდებოდეთ. მელასათვის ცნობილი ლეგენდა რომ ჩემი ნივა ყველგან მივა გვერდზე სოფლის გზამ დაამსხვრია და ნაცარტუკად აქცია. აიმე, ტრისდანიჩ! უბრასო! ხო, ახლავე გაგიღებ, გელოდი? როზე გამიღე ტრისდანიჩ. გაღე. ბიჭო, ტრისდანიჩ. კარბუქია გარეთ, ჭეკა კუხილია, იცი როგორი გრიგალია, ტოტი მაუ ტექნია. წკიბზე კიდია, კაცო, მანქანას დროზე თუ არ გადააყენებ, დაეცემა და გაგიკეხავს მაგ პარპრისსა. აჰა, გასაღები და გადი რა, მიდი, გახვეწები გზმურად და გადააყენე თორე. ამ კაცმაშინ უგამიყვან ახლა რა. წადმიშე, არიცი რა მოკლა მამა ჩემი. რა მოკლა? მეხი დაეცა. ეგ მართლა მეხი დაგეცა რა ერთი რა. რა დამწყევლი. ეგ დემანდა. რა დამწყევლი შენა, ვაი მე როგორ მეშინია, ვაი მე და ვაი. მალხაზი? სადა ხარ ბიჭო? თქვენა ხართ კალბატონო ლედი. თქვენი მეუღლე მანქანის გადასაყენებლად ჩავიდა და უიმე, მანქანის გადაყენება მაგასა და ჭირი და სიკვდილი მაგას. სიკვდილიო, ესე ძიწყელება. უიმე, მანდრასეძებ გელოდი. რაღაცა დავკარგე და იპოვე. კი,
მე ვიპოვე. პატიური ხარ გელო. მე ქალბატონო ლედი ვისეუბნებით. მე ქალბატონო ლედი. სად მოდი? ახსენე, მე რომელი რეფექტორ და თბილი კაცი მე ვნახე. მე რა საშები და არ დამღუმოთ ქალბატონო ლედი. რა გავაკეთო კაცო, რა გავაკეთო. სიყვარული გააკეთე. სიყვარული გააკეთე, უსუ გადაივია, მე ვერ გავაკეთე. რათა ჩაკეტილი, მე რა გვაშველება? რომელი ხარ მანდა გააკეთე. სანდა იმალო. კარგად ბრძანდებოდეთ ქალბატონო ლედი. ხარეთი კაცო, კარგად ბრძანდებოდეთ, მე რა დაგემართა ბიჭო. შენ აქ რა გინდა? რა არის ქალო, რატო ხარ ჩაკეტილი, ჰა? მე ჩუქს ვისწორებდი, მალხაზი რა იყო? ლედი, რა თამახვედი? ხო გითხარი სამსახურში არ მავაკითხო მეთქი, ჰა? ხალხი მოდისა და საქმე მაქვს. ჩვენებინა ბიჭო რა იყო? ახლა შენ წადის სახში და ბალღებს მიხედე, გაიგე? ნუ დაწოციანო ვაკეთიკით. მე რაღაცა უნდა გაჩვენო, ოღონდ წამომყევი, გიხვეწები, რაღაცა უნდა გაჩვენო, წამოდი. შენ ხვალ შეეშვები კაცსა თუ აიჩემებ რაღაცას არა? მაისა ხალო, ნელა არ მოსრიალე, რას გავიქრა? წავიდნენ, რა მაგრა გადავჭით გოგო, რა მაგრა გადავჭით. რა მაგარია, როგორ მე დროზე არ შემოვიდნენ რაღაცეები და წამოგავიდე ხაქედან და იდი, აი ჯენტლმენურად ჯენშენ მერე. ჩვენი ქალაქის განაპირას მდებარე სასტუმრო კალიფორნია 5 ვარსკვლავიანია. 5-ვე ვარსკვლავი მას არც მეტი და არც ნაკლები პუშკინა თენგომ მიანიჭა. ჩვენი მასაჟისტი ოდნავ შეყვანდა რისთვისაც ბოდიშს მოგიხდით. თუმცა ყავას ხომ ირთმევთ. რა თქმა უნდა. ძალიან კარგი. ერთი წამით მოვიდევთ. შაქარი? ერთი. შენი არის არჩევანია. ერთი წამით თუ შეიძლება. ერთი. თქვენი სურვილი? როგორი თავაზიანი. ერთი კი ჩვენი სასტუმროსგან საჩუქრად. მადლობა. როგორ გეკადრებათ? ჩვენი მიზანი თქვენი კომფორტია. მადლობა გენაცვალეთ. ჩვენი მიზანი თქვენი კომფორტია. მინადად ვარზე, ეს უკვე მითხარი. ამჯერად უკვე Wi-Fi-ის პაროლი გითხარი. მადლობა. მუსიკა ხომ არ გამოცვალოთ? არა, იქოს. არა, კარგით, მაშინ მე თავს აღარ შეგაწყენთ და დროებით დაგტოვებთ. კარგით, კარგად ძანდებათ დროებით. ლალიკო. მე ვარ გოგო. არიცი როგორი კურაჟებია, გალუბაე ლაგუნა, ისეთი ფეტიში მაგ ისეთი მაჩო მყავს ხა დათრილო არიცი. ბიკ. კაი დაგირეკავ მე. ეს შვენიერი კოქტეილი ჩვენი სასტუმრო. რატო შეწუხდი? გავიდა შენი 2 საათი, რაც იზო დაამატე? ესე უცბად გავიდა 2 საათი, ნუ რა არის? 2 არა 1 გავიდა. აქედან 1 საკომისიო რო იცოდა. მითხარი ხა დაამატებ თუ არ დაამატებ? დავამატებ, აბა რა ისკისა, დავამატებ. შოდე აქ მაშინ. ეცა ეს შვენიერი კოქტეილი ჩვენი სასტუმროსგან. თუ შეიძლება მიირთვით. დიდი მადლობა. მოუთმელად ველოდები რა აზრის იქნებით. დროებით. დინება დმანისში, ზეзвასა და მზიაში დაიბადა. ახალშობილი ჯერ პატარაა, მერე ის გაიზრდება, განვითარდება და მთელ მსოფლიოს მოიცავს.
პროფესორ ალბერტს ცოლი მას შემდეგ გაშორდა, რაც პროფესორმა მას შესთავაზა, მოდი ახლა 10,000 ვოლტზეც ვცადოთ. ამის შემდეგ პროფესორ ალბერტს ვირთხა ხავს. შოკო გეთაყვან. იპერის გაბწყინების სათადაო გეგმისთვის რა თანხაა საჭირო შემახსენეთ? ბატონო პროფესორო, უმაგისოდაც გაბწყინდება იბერია. მე მინდა გითხრათ, რომ ჩემი ახალი ქმნილება ოქროს თევზი ყველა ოჯახისათვის მზად არის. აი, შეხედეთ. მას 3 სურვილის ასრულება შეუძლია. კარგით, თუ ესეთი მაგარია, გამოვცადოთ თქვენი ოქროს თევზი. ჩამოაგდოს აი ის, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი სურათი აინშტაინის. ჩამოაგდოს. კი ბატონო, ხოთ. ეს თქვენი მაიმუნეთ ხომ ასე აღიარეთ? რას ბრძანებთ? მაშინ გამოიწვიეთ აქეთ. დავინახე როგორ აფათურებდით ხელებს. არა, ალმა ერთი წუთსაც არ გავყარები ვარ. რას ბრძანებთ? აჰა, აი, გავედი. წავედი. მე რა. ერთი წამით. აქ დაჭექით. ახლოს არ მიეკაროთ. მაშ ასე სადოთ კიდევ ერთხელ. კი ბატონო, არ არის პრობლემა. ჩამოაგდოს. კი მაგრამ ესეც მე ვარ? ეს ხომ სასწაულია, მასწავლებ ჩაკო. იცით, მაშინ თხოვეთ, ჩამოვარდეს 10 ლარიანი და 20 ლარიანი. ანდა ზდეკ 1.50 ლარიანი და 1 პაჩკა ფილტრიანი სიგარეტი. ოღონდ ეს სურათიც და ჩამოვარდეს მე ხონა დავწმუნდა. რა პრობლემაა? დაითვალეთ თუ გინდა. 1 2 3 რა პრობლემაა? ეტა 2 ეტა 3 რას გეუბნებოდით? ბატონო ალბერტ, ეს დაუჯერებელია. ეს ხომ სანამდვილი სასწაულია. რას გეუბნებოდით? თით ასპირანტო შაკო, მაშინ ამას თხოვოთ ოქროს თევზს, რომ გავწყინოს იბერია. გავწყინოს სამწუხარო თქვენ სამივე სურვილი ამოწურეთ. ფაქტიურად გამოდექით, ბატონო პროფესორო. სამწუხაროა. რა ვქნათ ხა? ნუ თუ სხვა გზა არ მოინახება. ამაზე მე 15 წელი დამჭირდა, რომ შემექნა. აგავაკეთო. მიბრძანდით და შეწვითეთ თქვენი ოქროს თევზი, თქვენ როცა ნერვიულობთ გშინდებათ. მადლობა. მიბრძანდით, მე კი 50 ლარს დავაზღვევ. სურვილებად, მაგრამ მე მაინც რეალისტი ვარ. ისევ ბილეთის იმედზე ვიქნები ტოტენჰემი ერთიანი. 90-იანებში სანჩიკა და გუგა სხვა თბილისელი ყმაწვილებით ჩაცუცქულები გადაადგილდებოდნენ. გუგამ იოტისოდენა პროგრესი განიცადა, მუშაობა დაიწყო და წელში გაიმართა. აუ სანჩი, აი ჩემ თავს გაფიქრებ და ჩემ ჯანმრთელობას პოსტად ხო ნაცელადეი და არ შეაწუხო რა. ბიჭო, რა გამიტრაკე, ბოზიშვილი იყო, მე არ ვიცი რა თემაა შეჩემა. რა თემატო? ბიჭო, მე მაიცადე რა, ახო ბიძია. ახო! გამარჯობა თუ ახო ბიძია, როგორ ძანდეს? ახო ბიძია. დედაჩემი თქვენთან არის? არა? არ გავძანდებული. რეზიკო! გამარჯობა რეზიკო ბაბუ, როგორ ახარ? რაღაცა ისე ხასიათზე ხარ, უეჭველი დუშაში გააგორეთ, ხო? ეზო ბიძია, დედაჩემი თქვენთან არის? არა? რამაზი ბიძია! რამაზი ბიძია, გამარჯობა, როგორ ახარ? რამაზი ბიძია, დედაჩემი თქვენთან არის? არა? ბიჭო, უეჭველი სახში იქ. სახში არ გიქდა ბიჭო? დედა! კარი იღებათო. ეს ვინ არისო? შენ ძმაო სახლი არა გა? ბიჭო, ვერა, ხოშე, სადღა გასული ხარ იმენ, მამა შენია. მამა შენია? აუ, მა! დედა სახლშია? არ არის? აუ, 100% იგი თუბანშია. რაიპოვის მაგას ბოზიშვილი, დოქიმენტო. აუ, არ ვიცი. აუ, წამორა. ეს მისლის რა, აი ჩემი. მორა, ზობა, მაგარი ხარ უნდა მოვიყრე. აი, და მოეში ცოტა ბიჭო რა. ო.
გაფრინდება შეისხავს არწივის ფრთებს ცაზე თეთრი მტრედი აფრინდება სიყვარულს მოგვიტანს ბებს ღმერთი მოფეს ინათლეს ეს დღე მალე ინათებს საქართველო გახდეს ფლიანი ჩვენი გულების სიხარული დაენთება ყველა ქართველის ოცნება სრულდება ჩვენი გულების სიხარული დაენთება გვიხაროთ ეს მალე მალე საქართველო გაფრინდება განზე არასდროს გამდგარა სამშობლოს დასაცავად დამდგარა ქართველი მებრძოლად დაბადებული სამშობლოსათვის თავდადებული თაბარი დროშით გადავიაროთ ავწიოთ მაღლა ავაბრიალოთ თაბარი დროშით გადავიაროთ ავწიოთ მაღლა ავაბრიალოთ ერთიანობის ფრიანობის აღდგენის დღე მალე მოვა ეს ნანადრი დღე სამშობლოს სიყვარული ჩვენი გულიც გერს ჩვენ მიწიდან უგუვაგდებ გავაქცევ მტერს სამშობლოს სიყვარული ჩვენი გულიც გერს ჩვენ მიწიდან უგუვაგდებ გავაქცევ